ოპერაციის შემდეგ წონის მომატება არ არის ხშირი. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს უნდა შეერჩეს ის ოპერაცია, რაც ჭირდება, დასახული მიზნების მისაღწევად, თანდართული დაავადებებიდან გამომდინარე, კვებაზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც სრულდება ოპერაციული მკურნალობა, შედეგები არის კარგი, გრძელვადიანი. პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ენდოკრინოლოგი, ბარიატრიული ქირურგი, ფსიქოლოგი. პირველი 2 წლის განმავლობაში მაინც მინიმუმ რომ შედეგები იყოს კარგი, იდეალური, დაგეგმილ მიზნამდე მივიდეთ, ხოლო რაც შეეხება რეკონსტრუქციულ ბარიატრიულ ქირურგიას, ანუ შემდეგ განმეორებით ბარიატრიულ ოპერაციებს პაციენტებს, რომელსაც უკვე ჰქონდა შესრულებული ოპერაცია, მაგრამ წონის მატება დაიწყო, სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ პირველი მიზეზი ყოველთვის არის კვებაზე დამოკიდებულების არ შეცვლა, არ გამოსწორება, იგივე ცხოვრების რიტმის გაგრძელება და სამწუხაროდ შემთხვევაში არა პროფესიონალურად ჩატარებული ოპერაციები, იქიდან გამომდინარე, რომ დამწყები ბარიატრიული ქირურგები ყოველთვის იწყებენ სლივგასტრექტომიით მთელ სოფლიოში და ყველა ოპერაციას აქვს თავისი მოქმედების პერიოდი. რაც უფრო მარტივი არის ოპერაცია, მით მეტი შანსი არის დადგეს წონის შებრუნება, წონის რევანში და გახდეს საჭირო რეკონსტრუქციული რევიზიული ბარიატრიული ქირურგიის.